ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების გადაწყვეტილებით ევროკავშირი სირიასთან სავაჭრო კავშირებს აღადგენს. მხარეებს შორის თანამშრომლობა 2011 წელს შეწყდა. ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის მიერ ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების საპასუხოდ. გადაწყვეტილება ბრიუსელში მიმდინარე მინისტერიალის ფარგლებში მიიღეს, რომელშიც წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები მონაწილეობენ. ევროკავშირის საბჭომ სირიასთან თანამშრომლობის შეთანხმების მოქმედების ნაწილობრივ შეჩერების გადაწყვეტილება გააუქმა და შეთანხმების სრულად აღდგენას დაუჭირა მხარი. ევროკავშირის საბჭოში ამბობენ, რომ გადაწყვეტილება ევროკავშირსა და სირიას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. გავუბედავ და ვიტყვი, რომ ევროკავშირისა და სირიის ურთიერთობებისთვის ისტორიული დღეა. პირველი მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის ჩატარებითა და თანამშრომლობის შეთანხმების განახლებით. სირიის რეინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ ნაბიჯს აღვნიშნავთ. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მხარდაჭერას სირიელი ხალხის მიმართ. დავუდგეთ მათ გვერდში ქვეყნის რეკონსტრუქციისა და სტაბილურობის გზაზე. სირია აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანაა, ამიტომ სირიის რეკონსტრუქცია წარმატებული მხოლოდ მაშინ იქნება, თუ ვიმოქმედებთ სირიასთან ერთად. რეგიონის მასშტაბით პარტნიორებთან და კერძო სექტორთან ერთად. ეს მხოლოდ დაკარგულის აღდგენას არ გულისხმობს. ეს მომავლის შექმნასაც ნიშნავს. ისეთი მომავლის შექმნას, რომელიც ყველა სირიელისთვის უფრო ინკლუზიური, უფრო მდგრადი და უფრო იმედიანი იქნება. თუ სირიელ პარტნიორებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად ვიმუშავებთ, ამ ხედვას რეალობად ვაქცევთ. ჩვენ საფუძვლებს უყურთ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც ორივე მხარის ვალდებულებებზეა დაფუძნებული. პარტნიორობის 14-წლიანი შეწყვეტის შემდეგ ახლა მას უნდა გადავხედოთ. ამ პარტნიორობას იურიდიული საფუძველი აქვს. ამ შემთხვევაში ეს არის პარტნიორობა, რომელიც 1978 წელს იქნა ხელმოწერილი. ჩვენ მხოლოდ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ველოდებით, რომელიც დაფუძნებული იქნება ევროკავშირის მიერ 23 მარტს გამოცხადებულ განცხადებაზე. ახლა ჩვენ გაწერილი გვაქვს აღდგენის პროცესის პრიორიტეტები. ეს ერთგვარი გზამკვლევია, რომელიც ჩვენი პარტნიორობის საფუძველი გახდება. ყველამ ვიცით, რომ არსებული გეოპოლიტიკური ვითარება რეგიონის და ევროკავშირის განსაკუთრებულ პარტნიორობას მოითხოვს. არსებობს ფანჯარა, სადაც უნდა ჩალოთ ინვესტიცია. ეს შანსი დღესვე გამოვიყენოთ, თორემ ის აღარ გვექნება. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ და ეს დღეს უნდა გავაკეთოთ. სირიას დასავლეთის სანქციების დიდი ნაწილი გასულ წელს მოუხსნეს. სირიის მოქმედი პრეზიდენტი აჰმედ ალ-შაარა ცდილობს სირია საერთაშორისო საზოგადოებაში უფრო ფარდოდ იყოს ინტეგრირებული. თანამშრომლობის შეთანხმების აღდგენა მოხსნეს შეზღუდვებს სირიული საქონლის იმპორტზე, მათ შორის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, ასევე ოქროს, ძვირფასი ლითონებისა და ბრილიანტების იმპორტზე. სირიის მხარდაჭერა 455 მილიონ ევროს ითვალისწინებს, რომელიც სირიაში ინფრასტრუქტურის, სასამართლო სისტემის, ინსტიტუტების, ეკონომიკისა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას მოხმარდება.